ერთადერთი შეთანხმება, რაზედაც დღეს მივახციეთ, არის ის, რომ ორივე მხარეს ამ შემთხვევაში მშობლებს და ხელისუფლებას ორივეს გვაქვს ერთი მიზანი. ეს იყო ნამდვილად კაფეო შეთანხმება და ეს არის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა. როგორ მივახცევთ ამას, რა საშუალებებით, ეს დისკუსიის საგანი იყო, ძალიან დიდი და სერიოზული დისკუსია ჰქონდა დღეს, 100-თა სხვადასხვაობაც იყო პრეპარატებისთან, კონკრეტულ პრეპარატებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხებზე მე შეიძლება ცოტა გადამეტებული მელოდინი მქონდა და მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ აქედან გეგმას გამოვიტანდით კონკრეტულად, მაგრამ ვერ გამოვიტანეთ და ალბათ ასე ლოგიკურიც იყო, რომ ვერ გამოვიტანდით, იმიტომ რომ ჯერჯერობით პოზიციების დაახლოება მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას რა. არის ძალიან საკმაოდ ღია, გახსნილი საუბარი, არაფერს არ ვერიდებით. არანაირი ის არ გვაქვს გართულება არ გვაქვს, ანუ არანაირი მორიდება არ გვაქვს ჩვენ მშობლებს, არც იქით ამ მხრიდან არ არის რაიმე ასე ვთქვათ, რაიმე შეზღუდვა, რომ რამე არ გითხრან, მე მგონი ყოველ შემთხვევაში ღიად საუბრობენ ამ საკითხებზე. შესაბამისად კომუნიკაცია არის გახსნილი. შემდეგი ეტაპი არის უკვე კონკრეტული მედიკამენტების ათითაოთ. თავისი წარმოებელი კომპანიებით, თავისი ფასებით, ოღონდ ფასებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ჩვენი მშობლების კომპეტენცია, ფასებზე ხელისუფლებამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ გვითხრეს ესეთი რამე, რომ ჩვენთვის ფასებს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ბიუჯეტზე ვაგებთ პასუხს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ოპტიმალური იყოს ხარჯი. ანუ ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის გასაღებია. ხელისუფლება ცდილობს, რომ ხარჯი იყოს ოპტიმალური. ანუ მინიმალურ ფასად მოხდეს მაქსიმალური სარგებელი. ეს ჩვენთვის გასაგებია ეს პოზიცია. ეხლა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა არის მაქსიმალური სარგებელი. და შესაბამისად, შემდეგი ეტაპი უკვე ჩვენთვის იქნება თითოეულ მედიკამენტთან დაკავშირებით მსჯელობა, კომპანიებთან დაკავშირებით მსჯელობა. და ვფიქრობთ, რომ შემდგომ ეტაპზე ჩვენ უკვე კომპანიების კონტაქტზე გადავალთ რეალურად. თუმცა ამაზე ახლა კონკრეტული კაფეო შეთანხმება არ მქონია, კონკრეტულად ესეთ როდის რანაირ, ანუ მათ შორის არც დროსთან დაკავშირებით შეთანხმება არ მქონია როდის, მაგრამ რადგან დავიწყეთ ეს დიალოგი, მე ვფიქრობ, ყველანაირი ლოგიკის თანახმად შემდეგ შეხვედრაზე უკვე კომპანიებზე უნდა გადავიდეთ. კომპანიებზე და უნდა გადავიდეთ დროზე. რა დროში იქნება ეს მედიკამენტები შემოტანილი. ჩვენ ამ შეხვედრით კმაყოფილი ვართ და ველით ზეგინდე ხვალინდელ ან ზეგინდე შეხვედრას.